მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყე ეკვატორზე მდებარეობს. ამაზონია. ამ უზარმაზარ ტერიტორიას ეკვატორის მზედ ახნათის. ახლა მშრალი სეზონის პიკია და ამაზონი თითქმის დამშრალია. მდინარის ნაპირზე შავი სვავები საკვებს ეძებენ. ამაზონის დიდებული მტაცებელი იაგუარი ლეშს შეექცევა. ჯერჯერობით სვავების სტრატეგია სიჩუმეა. ისინი მდინარეში გრილდებიან და მზის სიცხეს ასე უმკლავდებიან. გიგანტური წავი და მისი ნაშიერებით წყალში ეძებენ შვებას. ოჯახებად გადაადგილდებიან და ამაზონის მიმდებარე არხებში სახლდებიან. წავები არც ისე დაუცველები არიან, როგორც ჩანან. ისინიც დიდი მტაცებლები არიან, ჯგუფად ცხოვრობენ და დიდ ძალას ქმნიან. 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურისა და 75%-იანი ტენიანობის გამო იაგუარს მდინარეში ხშირად ჭირდება გაგრილება. როგორც იქნა, იაგუარი დანაყრდა. სვავების მოთმინებამ ნაყოფი გამოიღო. რადგან მათ ქვედა ხორხი არ აქვთ, მხოლოდ კვნესა და დაბალი ნოტებით სისინი შეუძლიათ. მაგრამ ლეშის მფლობელს სადილობა ჯერ არ დაუსრულებია. ეს ლეში შეიძლება მშრალი სეზონის ბოლო სადილი იყოს. ჰაერში ცვლილებების სუნი ტრიალებს. სულ მალე დრამატული ტრანსფორმაცია მოხდება ტერიტორიაზე, რომელიც შეერთებული შტატების ფართობის დაახლოებით 2/3-ია. წვიმების სეზონი ახლოვდება. ცვლილებასთან ადაპტაცია ამაზონის ნაპირების მკვიდრთა გადარჩენის ერთადერთი გზაა. ამაზონის ამ ნაწილში ქარიშხლის ღრუბლები ნოემბერში გამოჩნდება ხოლმე. თუმცა ეს ღრუბლები ძალიან შორს, ათასობით კილომეტრის იქით ატლანტის ოკეანეში წარმოიქმნება. ეკვატორის მზის სიმხურვალის გამო ზედაპირზე მდებარე წყლები ორთქლდება. თბილ ჰაერს დიდი რაოდენობით ტენის გადატანა შეუძლია. ეკვატორზე მუდმივი აღმოსავლეთის ქარი ჰაერის ნაკადს ამაზონისკენ მიერეკება. ტროპიკული ტყე ატლანტის ოკეანესა და ანდების 6000 მეტრის გაუვალ ბარიერს შორის მდებარეობს. როდესაც თბილი ტენიანი ჰაერი მთაში წარმოიქმნება, ზემოთ ადის, სადაც ტენიანობა კონდენსირდება და წვიმის სახით მოდის. ის უკან ბრუნდება მდინარეთა დიდი ქსელით, რომელიც ამაზონის ტროპიკულ ტყეებზე მიედინება და პლანეტის ყველაზე დიდ ბიომასას წარმოქმნის. წვიმების სეზონიც დადგა. ამაზონის ვრცელი აუზი თითქმის დამშრალია. ძლიერი წვიმები მდინარეებს სწრაფად ავსებს. აუზი ეტაპობრივად იტბორება, იანვრიდან აგვისტომდე. პიკს ორჯერ აღწევს მაისში, როდესაც 15 მეტრიან წყალში იძირება. ამ სიურრეალისტურ სამყაროში გადარჩენის ერთადერთი გზა ადაპტაციაა. იქ, სადაც პეპელა ტოტიდან ტოტზე დაფარფატებდა, ახლა თევზები დაცურავენ. წყალს უამრავი საკვები მოხვება, მონადირისა თუ მსხვერპლისათვის. იაგუარი ტროპიკული ტყის მეფე კი არის, მაგრამ ადიდებულ წყალს უნდა დანებდეს. მისი სანადირო ტერიტორია შეიკვეცა.
ამაზონის ძლევამოსილი მტაცებლის ტიტულს ახლა გიგანტური წავები გადაიბარებენ. მათთვის ნადირობის არეალი მნიშვნელოვნად იზრდება. ყველაზე მაღალი ხმა მათ აქვთ. საკმაოდ ძლიერები არიან და ტერიტორიის მართვას ხმამაღალი გადაძახილებით ახერხებენ. მაგრამ უზარმაზარი სხეულის გამო ყოველდღიურად დიდი რაოდენობით საკვები სჭირდებათ. სხეულის წონის 10%. საბედნიეროდ, სიუხვე ეკვატორზე ყველგანაა. 100,000 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული დატბორილი წყლის ზემოთ ეს გრძელრქიანი ხოჭო ხეს ჩასჭიდებია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ერთმეტრიანი აროვანა ადაპტაციის უნარის მქონე მონადირეა. პირთან მოთავსებული ორი საცეცის საშუალებით, სადაც გემოს რეცეპტორები აქვს, მღვრიე წყლებში ადვილად პოულობს საკვებს. ძირითადად პატარა თევზებს მიირთმევენ, თუმცა მწერებსაც სიამოვნებით შეექცევიან. სხეულის ფორმის წყალობით თვალები თითქმის წყლის ზედაპირთან აქვთ და შეუმჩნევლად დაცურავენ. ამ თევზს ხტუნვის უნარის გამო ხშირად მაიმუნს უწოდებენ. წყლიდან ამოხტომისას სხეულით რვიანის მსგავს მოძრაობას ასრულებს. რამ მეორეში ნადირობენ. შვენიერი სტრატეგიაა დატბორილ მდინარეში გემრიელი ლუკვის საპოვნელად.